შემოგვიერთდა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი ქალბატონი მაია გოთუა. დილამშვიდობის ქალბატონი მაია, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დღეს უნდა ვისაუბროთ ასთმის შესახებ, თუ ზოგადი ინფორმაცია რა თქმა უნდა აქვს ჩვენ საზოგადოებას, თუ რას წარმოადგენს ასთმა, გაგონილი მაინც აქვთ ყოველ შემთხვევაში. მოდით ეშინიათ. კი, ეშინიათ, თორემ ახლა ჩვენი გადაცემის მეშვეობით დავამშვიდოთ, ვთქვათ, თუ რამდენად უნდა ეშინოდეთ ამ დაავადების, როგორი არის მისი განვითარების მექანიზმი, რას წარმოადგენს თავად ეს დაავადება და როგორ უნდა ვმართოთ. დიდი მადლობა. 6 მაისი იყო ასთმის მსოფლიო დღის აღნიშვნა, რომლის მიზანია მოსახლეობას, როგორც დღევანდელ დღეს, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, იმიტომ რომ ხშირად ცნობიერების ამაღლებისათვის, რადგან ხშირად ოჯახი მართლაც შეშინებულია, როდესაც ეუბნები დიაგნოზს ასთმა და განიცდის, როგორი იქნება ბავშვის ბედი, ვინაიდან ასთმა ძალიან ხშირად ბავშვთა ასაკში იწყება, თუმცა ის შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. ბევრი ადამიანი მოდის გაოცებულიც, მე ვამბობ, უკვე მოწიფულ ასაკში, რომელიც ამ ვიცით, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს ალერგიული არ ყოფილვარ და აი დაიწყო. ესე იგი, შეიძლება ის განვითარდეს ნებისმიერ ასაკში და მას ჰქონდეს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება. უფრო რთული არის მისი ამოცნობა, როდესაც ის მიმდინარეობს სპაზმური ხველით. ადამიანი ვერ ხვდება, მარტო სპაზმური ხველა აქვს, არა აქვს სულხუთვა. ჩვენ ვამბობთ, რომ ასთმა ის არის ქრონიკული ანთებითი დაავადება და მისი კლინიკური გამოხატულება ყველაზე ხშირად არის, როგორც სულხუთვა, სიტყვა მეტყველებს, უჭერთ ამოსუნთქვის გაძნელება, აქვთ ქოშინი ამოსუნთქვისას, შეტევები შეიძლება ჰქონდეთ სულხუთვის, ფიზიკურ დატვირთვაზე სპაზმური ხველა, გულმკერდის შებოჭილობა, სიხაერზე რეაგირება, ამას ჩვენ ჰიპერრეაქტიულობას ვეძახით, იოლად ღიზიანდება ბრონქები. ვირუსული გაციება შეიძლება გაგრძელდეს ყოველთვის ხველით. ამიტომ მისი ამოცნობისათვის ვეუბნებით, რომ თუ თქვენ ვირუსული ინფექცია გიგრძელდებათ, ყოველთვის ეს ინფექცია ზედა სასუნთქის გზებიდან ჩადის ქვედა სასუნთქებში და ის გრძელდება გარკვეული ხანი, აი სადღაც 10 დღე, აუცილებლად გამოსარიცხია ასთმა. იმიტომ რომ ხშირად გონიათ, რომ ეს არა ჩვეულებრივი ბანალური გაციება ბჭყალებში, მაგრამ თუ ეს ხველით არის უპირატესად გამოხატული, შეიძლება მართლაც ბრონქიტი იყოს, მაგრამ საჭირო არის მისი გამორიცხვა. იმიტომ რომ ის არის როგორც თქვი, ქრონიკული მიმდინარეობისა მეორდება. აი მისი გამეორების სიხშირე ხშირად არის დამოკიდებული ვირუსი ვთქვით, რომ ამწავებს, ფიზიკური დატვირთვა ამწავებს, ალერგენები ძალიან ხშირად ბავშვთა ასაკში და საერთოდ ყველაზე ხშირი მიზეზი ასთმის, ასე ვთქვათ, პროვოცირების და მისი განვითარების არის ალერგიული მდგომარეობა. დიახ, ამას ჩვენ ატოპიას ვეძახით და ის ხშირად მას აქვს ესეთი ოჯახური განწყობა და მართლაც ამბობენ, რომ აი დედას, ბებიას, ახლო ნათესავებს შეიძლება ჰქონდეთ ასთმა. ეს უფრო ხშირად ყველაზე მეტად ალერგიულ ასთმას ახასიათებს და ხშირად არის დამოკიდებული გარდა გენეტიკური განწყობის ამ გარემოში, სადაც ადამიანი ცხოვრობს. განსაკუთრებით ის რეგიონები, რომელიც არის, ვთქვათ, უფრო ტენიანი, დასავლეთ საქართველოს, სადაც უფრო თბილა და ასე ვთქვათ, ტენია. ასეთ პირობებში მტვრის ტკიპები ან სოკოვანი ალერგენები უფრო კარგად მრავლდება. არის ასევე მაგალითად აღმოსავლეთ საქართველოს, სადაც ვთქვათ, არის ამბროზიის გავრცელების ენდემიური კელები, მაგალითად ლაგოდეხის რაიონი. თუმცა ამბროზია თითქმის ყველგან არის გავრცელებული როგორც კარანტინული მცენარე და გარდა იმისა, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სურდო და ცემინება, რასაც ჩვენ პოლინოს ვეძახით. ასთმა შეიძლება იყოს ამ ალერგიული ასთმის კომპონენტი და სამწუხარო ის არის, რომ ზოგჯერ ჩვენ ვერ ვაქცევთ ყურადღებას, რომ ეს სეზონური ალერგია, მცენარეული ალერგია მიმდინარეობს სურდოთით, ცემინებით, კონიუნქტივიტით, თვალების ქავილით და თვალების ცრემდენით და სეზონს უკავშირდება, ანუ იმის იქით დგას გარკვეული მცენარე, შეიძლება ეს გართულდეს ერთის მხრივ, რომ სეზონის ფარგალმა
არეალმა განიცადოს გაზრდა, მეტი ახალი ალერგენი შეიძინოს ადამიანმა და მეორე არის ის გართულდეს და ქვედა სასუნცებში წავიდეს და თქვათ ასთმური მოვლენები განვითარდეს. ახლა რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ქავტელმაია და საინტერესო არის ასევე თუ როგორ ხდება დიაგნოზის დასმა. ასევე ახსენეთ ალერგიული ასთმა. ხო, რა განსხვავება ალერგიულსა და არაალერგიულ ასთმას შორის? იცით რა, ალერგიული ასთმის მიზეზი არის გარკვეული ალერგენი. ეს ალერგენი არა მარტო მცენარეული ალერგია შეიძლება იყოს, როგორც ჩვენ ვთქვით, არამედ ეს შეიძლება იყოს საკვებიც. ხანდახან არაალერგიულ ასთმას, ანუ ალერგიას ყოველთვის საფუძვლად უდევს იმუნური მექანიზმი. რას გულისხმობს ეს იმუნური მექანიზმი? გარკვეული ალერგენის შესახებ მახსოვრება ვითარდება ორგანიზმში და განმეორებითი შეხვედრის შემდეგ ის ამაზე რეაგირებს. ანუ ის იწერება. აი ხშირად ამბობენ რომ აი ჩემ შულს ჰქონდა ბავშვობაში ასთმური მოვლენები. შეიძლება ეს ინფექციით იყოს განპირობებული და დამნაშავე ალერგენი არ იყოს. მოყვებოდეს ნებისმიერ ვირუსულ ინფექციას. ან შეიძლება იყოს ბავშვთა ასაკში სიმსუქნე, ესეც არა ალერგიულია. სიმსუქნესთან ასოცირებული ასე ვთქვათ ასთმური მდგომარეობა, მაგრამ არ იყოს ეს ალერგია. ესეთი შემთხვევები გარკვეული მართვის თვალსაზრისით წონის მოწესრიგება, მეტაბოლური ნებისმიერ ასაკში, არა მარტო ბავშვთა ასაკში, არამედ მოზრდილთა ასაკში. ასევე შეიძლება წამლით ინდუცირებული, მაგალითად, ასპირინით იცით და არასტეროიდული ანთებით გამოწვეული პრეპარატებს ადამიანი თუ ხშირად ღებულობს, შეიძლება გაირღვეს ეს ტოლერანტობა და ის გახდეს, შეიძლება გაამწვავოს ის ასთმა, რომელიც არსებობს და შეიძლება ხანდახან მისი მიზეზიც იყოს. ამიტომ ასევე გარკვეული წამლებიც ართულებს, მაგალითად, არის წნევის წამლები, რომლებიც ყველას იწვევს და შეიძლება გამართულებელი მათ გაართულონ ასთმის შემთხვევაში ყველა გამოიწვიონ და ასე შემდეგ. ანუ ალერგიული ასთმა არის ალერგენებით გამოწვეული გარდა საინგალაციო სიკვებითიც და მეორე ესენი არის სხვა ფაქტორით განპირობებული, მაგალითად ინფექცია, მაგალითად სიმსუქნე, მაგალითად ფიზიკური დატვირთვა, მაგალითად წამლის ზემოქმედება. განსაკუთრებული ფორმა არის მოგვიანებულ ასაკში, განსაკუთრებით ქალებში და შეიძლება ასევე მამაკაცებში, მოგვიანებით განვითარებული ასთმა, რომელსაც ეოზინოფილურ ასთმას ეძახიან. ეს მეტად რთული შეიძლება იყოს, შეგვიძლია დავყოთ. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს განსაკუთრებით გვიან განვითარებული და იმდენად რომ ზოგჯერ ეს ასთმა თუ სწორედ არ არის მართული, ჩვენ არ გვინდა შევაშინოთ მოსახლეობამ, მაინც უნდა ობიექტურად აღვნიშნოთ, რომ ასთმა, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე პირობებში არის დიაგნოსტიკის ძალიან კარგი შესაძლებლობები, ახალი წამლები, სწორი მიდგომა, სამწუხაროდ განსაკუთრებით, რაზედაც ახლა მახულდება ყურადღება, მოსახლეობა არასწორად ღებულობს გარკვეულ წამლებს. თვითნებურად, მაგალითად, არის სპაზმის მომხსნელი წამლები და მას ღებულობს და დადგინდა და შეიცვალა მსოფლიოში ასთმის მართვა, რომ პაციენტმა არ შეიძლება მიიღოს მარტო სპაზმის მომხსნელი წამლები. ამ წამლებს, როდესაც ღებულობს პაციენტი, ის გარკვეულად შეცდომაში შედის, ერთბაშად შეტევას მოიხსნის, მაგრამ ის მიზეზი, ანუ ჩვენ ვამბობთ, საფუძვლად უდევს ანთებითი რეაქცია. ეს ანთება არ არის ანტიბიოტიკის სამკურნალო, ეს არის გარკვეული, ესეთი ანთების ასთმისთვის დამახასიათებელი ანთების სამკურნალო სპეციალური წამლები. მაგრამ იმას თუ არ ღებულობ და ღებულობ წამალს, რომელიც მარტო სპაზმს გიხსნის, დროებით კარგად ხდები, ზედაპირულია დიახ და შემდგომ რომ მოხდება განმეორებით მისი მდგომარეობა, თუნდაც ის მსუბუქი ასთმა გამოიკლეს და აღმოჩნდა რომ მსუბუქი ასთმის მქონე პაციენტებს შეიძლება ძალიან მძიმე შეტევა განუვითარდეს, ესე დრო და დრო თითქოს ესე წახმარებით ჭყალებში რო ვთქვათ, თვითნებული არასწორი მკურნალობით. ამიტომ ჩვენ რაც შეიძლება სარგებლობა მოუტანოთ დღევანდელ დღეს ჩვენს მაყურებელს, უნდა უთხრათ რომ ამ შემთხვევაში ნუ დაჯერდება იმ დროებით მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს არის დროებითი დახმარება, მაგრამ ეს დროებითი დახმარება, თათური დახმარება გამოდის, იმიტომ რომ ყურადღებას ანელებს ადამიანს არცალია, დაკავებულია, იტყვის რომ აი ხო კარგათავა რაღაც მინდა, მე წამალი მშველის და რეალურად აღმოჩნდა, რომ ეს წამლები პირიქით დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს და ის მთავარი მიზეზი, აი თქვენ რაც კითხეთ, მექანიზმი, რომელიც ასთმის განვითარებას უდევს საფუძველში, მატულობს. და დიაგნოსტიკაზე რომ კითხეთ, არსებობს თანამედროვე გამოკვლევები, რომელიც აი ამ
აი ამ მექანიზმის რაოდენობას განსაზღვრავს. რა სახის კვლევები არის? იცით როგორ არის? პირველი აქამდე ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ასმის დიაგნოზის დასადასტურებლად გვინდა ამ პაციენტის ჭივილი. რა თქმა უნდა, ეს ისტორიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასთან, როგორ კონტაქტში და ასე შემდეგ. ანამნეზის შესაძლებლობა. ანამნეზის შეკრება, ოჯახური ანამნეზი, დატვირთვა და ასე შემდეგ. მეორე არის სოციოს პროფესიაც, იმიტომ რომ ზანდახან პროფესიული ასთმაც არსებობს და ასე შემდეგ. ამიტომ მეორე მხარე არის ის, რომ უნდა ობიექტურად გაისინჯოს პაციენტი, მაშინ აუსკულტაციით შესაბამისი ხმიანობა გვესმის, მაგრამ შეიძლება იმ დროს პაციენტი მოვიდეს და კარგად იყოს, ხო? შეიძლება ჩვენ ვამბობთ, რომ შეტევათა შუალედში შეიძლება პაციენტი აბსოლუტურად არანაირ ნიშნებს არ ავალედეს. შემდგომი ვერიფიკაცია სადღეისოდ ეს იყო აქამდე მარტო სპირომეტრია, ეს არის სუნთქვითი მოცულობების განსაზღვრა, სპეციალური აპარატია, სტანდარტული მეთოდიკა, ამას აკეთებს პაციენტი, ჯერ მოცულობები განისაზღვრება და შემდეგ არის ფარმაკოდინამიური ტესტი, როდესაც პაციენტს აძლევს წამალს, სპაზმის მოხსნას და უყურებ, რამდენად ეს ამას რეაგირებს, იმიტომ რომ ჩვენ ასთმაზე ვამბობთ, რომ ეს არის ქრონიკული ანთებაშექცევადი დაავადება, ათებითი დაავადება, რომელიც შექცევადია. ანუ კარგი დაავადება, რომ ვთქვათ, იმიტომ რომ კი პრობლემაა, მაგრამ იმ პრობლემას თუ სწორედ დაუსვამ დიაგნოზს, სწორედ მართავ. შეტევათა შუალედში პრაქტიკულად კარგად არის, არც რენტგენზე არაფერი არ ჩანს და რომ მოგიყვანონ ადამიანი და რო არ იცოდე რომ მას ასთმა, შეიძლება მოусმინო და ვერანაირი პრობლემა ვერ ნახო მაშინ. და აი ეს თქვენ მეორე გამოკვლევა ეს არის ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ოქსიდის განსაზღვრა, რომელიც არის თანამედროვე ამ პირველ გამოკვლევასთან კომპლექსში, რომელიც გვიჩვენებს, რომ აი ეს მექანიზმი, რომელიც ის ანთებას რო ვეძახით, ის ანთება რამხელა სწორედ ვფიქრობთ, რომ პაციენტი კარგად არის თუ არა, როგორი წამალი მოვარგოთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ბიომარკერებიც, რომელზედაც განსაკუთრებული მიმართულებით ხდება კვლევა, რომ ეს არის გარკვეული ტიპის ასთმა. ჩვენ ვთქვით, რომ ასთმა სხვადასხვანაირია, მარტივად რო ვთქვათ. მაგრამ მათ აქვს სხვადასხვა მარკერები, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის პაციენტები, რომლებიც აი ამ ენოს, ანუ აზოტის ოქსიდის მომატებით და ხასიათდება მათი ასთმა, გაცილებით მეტია და დიდი ყურადღება ექცევა, ყველა თანამედროვე გაიდლაინში არის შეტანილი და ეს გვეხმარება, რომ სწორედ განსაზღვროთ პაციენტის არა მარტო ასთმის დიაგნოზი, ეს გვეხმარება მისი მდგომარეობის გარკვევაშიც და შესაბამისად ადეკვატური მკურნალობის დანიშნვაში. და ახალი სიტყვა რაც არის, აი ამ სპაზმის მომსმელი, შემამსუბუქებელი წამლების, რომელსაც მოსახლეობა ღებულობს, ხმისაწვდომია, იაფია და შეიძლება ადამიანს ტყუდება, რომ აი დამეხმარა და რა კარგია. მაგრამ მასთან ერთად აი ეს რაც არის დღევანდელი, ასე ვთქვათ, ძირითადი, ასე ვთქვი, მესიჯი საზოგადოებისადმი, არის ის, რომ ნუ გამოიყენებთ მარტო მას. ის კი კარგია, მაგრამ ის არის მხოლოდ ნაწილი. მას აუცილებლად თან უნდა ახდეს მეორე სამკურნალო წამალი და ამიტომაც ეს გადაწყვეტილება უნდა მისცეს ექიმმა და ექიმთან თანამშრომლობით და ასე ვთქვათ მისი რეკომენდაციის პირობებში უნდა მოხდეს სწორი დიაგნოსტიკა, რომელი ალერგენია, ან იქნებ ეს ალერგენი დამნაშავე არ არის და წამალია, ან იქნებ იმუნიტეტია გასაძლიერებელი, ან იქნებ წონაა მოსაწესრიგებელი, ან ბევრი ფაქტორია. კომპლექსურად და ცხვირით ჩვენ აუცილებლად უნდა მივაქცევოთ ყურადღება კომორბიდულ დაავადებებს. შეიძლება ადამიანს რაღაც ერთი ნაწილი უმკურნალო და მეორე ისე დაგჭეს. სისტემურად უნდა მიუდგათ. ეს თუ ცხვირია, ცხვირს უნდა ხშირად ასოცირება არის რინითან, პოლიპოსთან, სინუსიდან. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მულტიდისციპლინური მიდგომა და სხვა კოლეგებთან თანამშრომლობა, როგორც ლარინგოლოგებთან, ისე დერმატოლოგებთან, იმიტომ რომ აქაც უნდა ვთქვათ, რომ ატოპიური დერმატიტი კანის ძალიან ხშირი პათოლოგია ბავშვთა ასაკში, ხშირად, მაგრამ ის არის ხშირად ატოპიური მარშის, ანუ ალერგიული მარშის საწინდარი. ჯერ იწყება კანის მოვლენა, კანის მხრივი მოვლენები ალერგიული და ხშირად ეს არის დაკავშირებული გარკვეულ საკვებთან. პატარას უჭირს ზოგიერთს ხელოვნური კვება, ადაპტაცია გარკვეულ საკვებთან. მაგრამ დროთა მანძილზე თითქოს ეს წესრიგდება და მერე ეს განსაკუთრებით გენეტიკური დატვირთვის შემთხვევაში ეს ატოპიური დერმატიტი უკან მიდის და სამწუხაროდ მოდის ახალი სენსიბილიზაცია, მცენარეები, მტვერი და ასე შემდეგ და შეიძლება იყოს ასეთი მარში. ხალხმა თქვენ ასევე ახსენეთ რეგიონები, სადაც უფრო მეტწილად შესაძლებელი არის რომ გამწვავდეს მდგომარეობა მათთვის, ვინც ამ დაავადებით არის, ხომ? როგორი უნდა იყოს ყოველდღიურობა და ყოველდღიურობაში
მართვა როგორც პატარა ასაკში, ასევე ზრდასრულებში. მართლაც ბრძანებთ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურობით ვცხოვრობთ და ამ ყოველდღიურობაში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იქნება რეგიონი თუ ეს იქნება ქალაქი, ყველგან გათვალისწინება პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის. ეს ეხება იმ რეგიონის თავისებურებებს, რაც ხშირი რისკ ფაქტორი შეიძლება იყოს და მეორე, თუნდაც ტემპერატურა, იცით, ეხლა ამ ახალ გაიდლაინებში ცალკე შევიდა თავი, რომელიც ამბობს აი ამ გარემოს ცვლილებების ზემოქმედებას. ერთი ჩვენ ვამბობთ, რომ გლობალური დათბობაა და ტემპერატურული სპექტრი შეიცვალა, ამიტომ გაჩნდა ახალი მცენარეები, რომლებიც ჩვენთვის პრობლემურია, მაგალითად კვიპაროსი, რომელიც არ იყო იმდენად გავრცელებული და ხა ძალიან ბევრს აქვს ალერგია. მაგრამ ამის რისი თქმა მინდა, იმ რეგიონში პაციენტები შესაბამისად უნდა იყვნენ გამოკვლეული, ჯერ დიაგნოსტიკა, ეს არის რაც თქვენ მკითხეთ, ალერგენების დიაგნოსტიკა, ეს გამოსუნთქვის ფუნქციების მდგომარეობა და მშობლებმა ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტონ, რომელ სპორტში იყოს ბავშვი დაკავებული. თუ მაგალითად მტვერზეა ბავშვი ალერგიული, სასურველია არ იყოს თქვა კალათბურთით, ანუ დაკავებული იმ სპორტით, რომლის პირობებში მეტი შეხება ექნება იმ ალერგენთან, რომელსაც ის ხვდება. ამიტომ სპორტი, პროფესია, თუმცა აუცილებელი არის გავითვალისწინოთ ადამიანის სურვილებიც. და ხანდახან ეს იმდენად დიდი სურვილია, ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ესე კატეგორიულად, რადგან ეს ესეთი რეგიონია, ეს არ არის. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ყველაფერს, მაგრამ ესეთი ოპტიმისტური ნოტა ალბათ ის არის, რომ ალერგენების იდენტიფიცირების შემდეგ შესაძლებელია ორი მხარე. ერთი თუ ისეთი ალერგენია, ვთქვათ, იგივე საკვებია, ან თუნდაც შინაური ცხოველი ჯერ ოჯახში არ მოუყვანიათ. მერე დიდი ტრავმაა, როდესაც ან განშორება უწევს ბავშვს ცხოველთან. ამიტომ ამის დიაგნოსტიკა შეიძლება. სეზონებთანაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, სეზონების გათვალისწინებით, ზაფხულის დაგეგმვის თვალსაზრისით აუცილებლად და ეს რომ მთელი ცხოვრება არ იყოს ესეთი შეზღუდვების პირობებში ადამიანი, იმუნოთერაპია ნიშნავს იმ ალერგენის მიმართ შეგუებას, რომლის მიმართაც პაციენტი არის ალერგიული და ეს ძალიან ეფექტურია, ხანგრძლივია, მაგრამ სამაგერად ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ ქალბატონ მაია, როდესაც ბავშვთა ასაკს ეხება, იმიტომ რომ შეიძლება ბაღის ასაკის ბავშვს შეეხებოდა, შეიძლება სასკოლო ასაკის და ამ დროს როგორ უნდა იყოს მობილიზებული, რა თქმა უნდა, თავისთავად მშობელმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს და როგორ უნდა მოიქცეს და მოიმოქმედოს, ვთქვათ, პედაგოგმა ასეთ შემთხვევაში. ასთმა შეიძლება იყოს ანაფილაქსიის, ანუ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის კომპონენტი. ამიტომ ასთმა ყოველთვის უნდა იყოს მოწესრიგებული და როდესაც თქვენ ბრძანეთ სკოლა, ბაღი და ასე შემდეგ და თუ ეს არის კვებითი ალერგენის მიმართ, ან თუნდაც რაიმე ისეთი ალერგენია, რომელიც ბავშვის სიცოცხლისთვის განსაკუთრებით პრობლემურია, ჩვენ აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ ბაღთან, სკოლასთან და ბავშვი უნდა იზრუნველყოფილიყოს ყველა იმ დაცვის საშუალებით, ეს იქნება ადრენალინი და განსაკუთრებით ინფორმაცია სკოლამ და ბაღმა უნდა იცოდეს, როგორი ალერგიული თვისებების ბავშვია, ბავშვიც იყოს დაცული და სკოლაც იყოს დამშვიდებული. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მაია მობრძანებისთვის და როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდათ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ქალბატონ მაია გოთუა.